ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება. ამჯერად მამუკა მდინარაძეს მეზობელი, ლგბტ პროპაგანდისტი და ფაშიზმის მიმდევარი. ნანა დიმახინჯია დაზებირებული მესეჯბოქსით სადარბაზოში ლიფტთან დახვდა, თუმცა დაკვეთა ვერ შეასრულა. წყობრიდან გამოსული ლიბერალური ფაშიზმის კიდევ ერთი სახე ნახა საზოგადოება. წარსულში დიმახინჯია მდინარაძის საცხოვრებელ სახლთან პროტესტის ორგანიზებას ცდილობდა, თუმცა მას შემდეგ რაც ეს არ გამოუვიდა, ამ ფუნქციის შესრულება მეზობლობის მიუხედავად თავად გადაწყვიტა. მემსახურები ადამიანებს რო ვერთული იქ რო დგავართ 200,000 ადამიანი და უარ გცხრენია არ ვიდეთ ფაშისტებს ნუ ემსახურები მე ვემსახურები კი ფაშისტებს ემსახურები მე ჩემს სამშობლოს ემსახურები თქვენ ხარ ნახე ეს რუსული თემა თქვენ ხარ მოღალატე ამ ქვეყანას ღალატობ თქვენ ღალატობ ამ ქვეყანას მე რო ამ ქვეყნისთვის გაკეთებული მამუკა იმას ვერ გააკეთებ არა თქვენ წარმოიდგინეთ ვერ ამა გაკეთებული ამ ქვეყნისთვის აგერ ხედავთ არ მიღალატი არასდროს არც მიღალატებ თქვენ გამოსწორეთ აგერ ხედავთ ყველაფერს მოემსახურეთ თქვენ ქვეყანას თუ გინდათ დათვას გასწავლეთ მე რო ქვეყანას ვემსახურები იმიტომ ვარ აქ შემეძლო ძალიან მშვიდად ესეც ეთქვათ ნეტა მეზობლებს შემეძლო რომ ძალიან მშვიდად არა მე ვცხოვრობ მაგდენი უნდა იცოდე მე შემეძლო მაგდენი უნდა იცოდე ნახეთ არა ისე ცოდნიათ ჩემს შესახებ და ახლა თუ ამ ინჟეოში რა გიქნის რა გადაგიხადოს ასე ინჟეოში არ იმუშავია საერთოდ არასდროს არ იმუშავია თქვენი ბიოგრაფია მეზობლებმა ხო და გეკითხათ მაშინ ინჟეოში საერთოდ არ იმუშავია ისე მომიხევთ თქვენი ბიოგრაფია და ისე ვერ მოგიყვებით არა ეს ლაივში გაისა ბიოგრაფია ლაივში არა ვარ ვიდეო თუ გნებოთ მე ჩემსაც მოგიყვებით თქვენი ბიოგრაფია არის პირდაპირ არა რა სხვა დეტალები მთლიანად მოღალატეობის არა მოღალატეები თქვენ ხართ მოღალატეობის ისტორია იცით რატოა თქვენი ისტორია და ბიოგრაფია ღალატის არ იცით ვის ემსახურებით თუ გულწრფელი ხართ თუ გულწრფელი ხართ ჩემი პროექტები თქვენ სამინისტროებს არის მოუწენები შედაღამი არ მძინავს ჩემ ქვეყანას ემსახურებით ჩემ ქვეყანას ერთი მითხარით ერთი რამე ერთი რამე მითხარით რითი აი მე ჩამოგიტყვით ჩემ პროექტს აი ამ ქვეყანას დღეს დამოუკიდებლობის ხარისხი რომ აქვს ვისი დამოუკიდებლობის ხარისხი იზოლაციაში რო ვარ იზოლაციაში ახლა ამ წუთას 9 მილიარდი დოლარი გამოყოფილი რაც ის ხარ რას გაწყვეტ ცეცხლია ფლენას გაწო ცეცხლია მათყუ არა იმიტომ რომ სოფიო ბანკის ცეცხლს გრანტისგან ვერ არჩევ გრანტისგან ვერ არჩევ სოფიო ბანკის ცეცხლს და საკუთარ მოსახლეობას ატყუე იცი რატო ცეცხლია ფლენად ცეცხლია არა ფლენად რას მოყარებოდ გრანტს მახსნები ფლენად ცეცხლია თქო უნივერსიტეტები მოგოწევთ დავიხოთ თქვენ ქვეყანას ემსახურეთ თქვენ ქვეყანას ემსახურეთ ჩემ ქვეყანას მე რომ ემსახურები არ ჩერდებით მეზობელმა მითხეს რომ მეზობელმა ეგრო გომნა იკადრო ეგ არის ქართველობა და მეზობლებმა მითხეს კი თქვენ ამ წუთას მეზობლურად უნდა მოგექცეთ მე მე ვერ მოგექცეთ მეზობლურად მე აგენტ ჯაშუშს ვერ ჯაშუში დეიქცევ შერას კადრულო კაცო მოღალატე არ რუსიო მე ვარ რუსი რა თქმა უნდა როგორ შეიძლება მიყავთ ქვეყანა ყველა ეროვნულ ადამიანს ეგ არის ღალატი არა თქვენ შელებრიში გაიგოძეთ კი რა თქმა უნდა ის კანონები რომელიც ის კანონები რომელიც მაგალითად საჯარო მოხელის შესახებ რატოა ეს არის არც ერთ გამწვალობა რუსულია გამწვალობა რუსულია ოჯახური ღირებულებები რუსულია რომელ ოჯახური გირის სიხარულის გამოგიცი ეთერებში ეგ არის ოჯახური ღირებულება რა მნიშვნელობა კაცო საპატიო მოქალაქე რო გახადო რა მნიშვნელობა ეგ არის ცუდიკაცია არ გინახეთ ის ვიდეოები არა რა ვიდეოები არ მაინტერესებს ადამიანი რო ღალატის პროპაგანდა ანუ ოჯახური ღირებულებები არის არაქართული აი ეგ არის არაქართული საქციე რომელი ოჯახური ღირებულება აი ნახეთ რომელი ოჯახური ღირებულება ღალატობ თქვენ ქვეყანას რომელი LGBT ბავშვებიო არა მოღალატე შენ ხარ ქალბატონო რატო გეტყვი ხა გიხსნი იმიტომ რომ სხვა ქვეყანას ემსახურებით რომელ სხვა ქვეყანას ემსახურები აქ დგავარ იმიტომ რომ რას გახარ რას კაცო ქუჩაში გახარ იმიტომ რომ ბავშვებს თქვენი გამოურეცხო მანდ გახარ შენ ჩემი ბავშვების პროექტებზე თქვენ ბავშვებს twin თუ კი რამე ხარს დაწერ ის კარგია მაგე LGBT პროპაგანდის ხარეს ნუ დგახარ LGBT პროპაგანდა არის თქვენი გამოგონილი რა გამოგონილი და ზუსტად მაგას მეორებ ხელს ერთნაირი ტექსტი გაქვთ თქვენ პუტინსაც და ორბანსაც არანაირი LGBT არ არის აქ პრობლემა ბავშვები შიმშილობენ სკოლაში ასად არ შიმშილობენ ბავშვები შენ ის გვერდით გახარ იმის დროს შიმშილობენ ბავშვები არა
ეხლა შიშლობენ სააკაშვილის დროს შიშლობენ ყველანას და თვითონ მინისტრს სააკაშვილის შენი მიშალ დროს შიშლობენ შენი მაგის მერე 12 მე ვიდეო ყველა ტელევიზიაში ერთი და იგივე ვაპარაკებ წამსად მე რატო არ მიგიხარ მე არა დავდივარ სახლში თქვენ რატო არ მიგიხარ თქვენ საქმეზე არა თქვენ სანამ არ წახობ მე აქ ვიდგე არ გაზრდობ გავთიშე ამსაგი გიჟები ხო და ეს გასეთ შეხარ შენი ქვეყნის მოღალა და იცი რატო სხვებს ემსახურებ და აგენტი ხარ აგენტი ხარ აი ეგ ხარ თქვენ და კიდევ რუსეთს ემსახურებ თქვენ თვითონ თავი მოგქონდა ამერიკული და ევროპული ამოგიხრის მათ ემსახურებსაც შევაგინებთ მის დაბრალებებსაც და სხვა ქვეყნის მოღალატეებსაც ეს მე ევროპული და ამერიკული პროექტები თქვენ მოგქონდათ თავი თქვენ მაგას აღიარებდით გაგიჟებულები ხართ ხალხო გაგიჟებთ შემიძლია ხალხის გვერდზე ამოგიხაროთ გაგიჟდა ეს ხალხი გაგიჟდა შემიძლია თქვენ ამოგიხაროთ როგორ მოგქონდათ თავი ახლა ბატონმა დაგავალა რუსეთის მონობა და გახდით რუსეთის აი რა დაიზეპირე ესეთი გავიგე ჯაშუშობას დაანებეთ თავი და რუსეთზე ლაპარაკი ასე სპეკულაციურად კი ჯაშუში აი რასაც აკეთებ ხარ ჯაშუში კარგად ჩახედეთ ჩემს ბიოგრაფიას და რუსეთის ჯაშუშობას სანქციებში რომ მოყვები ან რუსეთის საქმეს აკეთებ გააპროტესტე ომის დანაშაულო დააბრალეს შენ ჯარისკაცებს გააპროტესტე კი გააპროტესტე კი სად გააპროტესტე სად გააპროტესტე 4 გვამი რო შემოაწყე 4 გვამი რო შემოაწყე იმაზე რაღაცა სახურავდა გააპროტესტე გააპროტესტე არ იყო ხარება გააპროტესტე გააპროტესტე ნახეთ რა ცივიზურია სადაც იყო გასაპროტესტებელი ისიც კი არის სად ცხოვრობდი და როდის ცხოვრობდი 4 გვამით გავაპროტესტე გადაყვა მაგას ის თავრობა ის თავრობა მაგას გადაყვა და ის ხარება თქვენ არ გადაყვა იმის შემდეგ დიდი ხანი იყავით დიდი ხანი 4 გვამით შემოაწყე სახურავზე ის არ გაგეპროტესტებია აი ეს ხარება რომელმაც ეგ გააკეთა თქვენ ყავთ ახლა ის ხარება ნუ მელაპარაკეთ გაუკეთებია ხარება ეგ ხარებას არ გაუკეთებია ვიდეოებშია ყველა ხარება ხიში ხარ რა ფაშისტური ჩემ სტატუსებზე გიждდებიან. ერთი კვირა ამ თავარ თემად აქვთ, ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებ. გუშინ წერდნენ სახში მივაკითხოთ და ვაჩვენოთ რამდენი ვართო. ბოლოს ეთყობა იფიქრეს ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს. ჩემი მეზობელი შემთხვევით, რომელმაც ასევე ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები და ნერვებიც მთლად წყობში ვერ აქვს, როგორც ჯაშუშების უმრავლესობას. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჩამოყალიბდა აი ეს ეგრეთ წოდებულ ზონდერ ჯგუფად, რომელსაც ამოცანა აქვს თავისთვის განსაზღვრული, ან საერთო სცენარში ჩდება ის ამოცანები, რომელსაც ასრულებენ გაეკედო ადამიანს, შეაგინო ოჯახის წევრებთან ერთად, ბულინგი მოახდინო და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ეს გამოვლენებები არის, რაც არ ახასიათებდა არასდროს ქართულ საზოგადოებას. ესეც იყო ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება. კონკრეტული კითხვები მიდის, ხო? აი რა გავაკეთე მე რუსული. ის რაც ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ხელი მოაწერა წაგებული ომიდან 2 თვეში და ჩვენ სამხედროებს დააბრალა ომის დაწყება და ომის დანაშაულები, ეგ რისკებიც და ეგ ყველანაირი ბრალდებაც ქართულმა ოცნებამ ჩახსნა ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის. ჩვენ დავარქვით რუსეთს ოკუპანტი და მოდი ყველა კარგად დაფიქრდეს ხოლმე სანამ რაღაცა ესეთ ტვინში ჩაკაკუნებულ ფრაზებს გამოიყენებენ, რომ რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ რუსული 12 წლის განმავლობაში. ლიბერალური ფაშიზმის მიმდინარეობა საქართველოში უნდა დასრულდეს და არა მხოლოდ საქართველოში. იმიტომ რომ ამერიკელებმა ამერიკაში ეს დაასრულეს. და საქართველოშიც დაასრულა ქართულმა ხალხმა, მათ შორის 26 ოქტომბერს. მაგრამ ეხლა უკვე ჯერი არის ხელისუფლებაზე, რომ უნდა გასამართლდეს ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა. სხვა შემთხვევაში გამორიცხულია, რომ ჩვენმა ქვეყანამ მოისვენოს.